როგორც ტრამპმა განაცხადა, ისინი აპირებენ სახიფათო ქალაქების გამოსწორებას და მათ სამხედრო პოლიგონად გადაკეთებას. სან-ფრანცისკო, შიკაგო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი. ეს უაღრესად სახიფათო ადგილებია და ჩვენ იქ სათითაოდ დავამყარებთ წესრიგს. ასევე, რა თქმა უნდა, ულტიმატუმის ენით საუბრობს ბენიამინ ნეთანიაჰუ. თუ კი ჰამასი თქვენს გეგმას უარყოფს პრეზიდენტო, ან ისინი სავარაუდოდ მიიღებენ მას და შემდეგ ესწრებიან შეეწინააღმდეგონ, მაშინ ისრაელი თავის საქმეს თვითონვე მიიყვანს ბოლომდე. ეს მარტივი გზითაც შეიძლება გაკეთდეს და რთული გზითაც. გეგმის მიხედვით ღაზას მმართველი იქნება ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინური კომიტეტი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭო. დონალდ ტრამპისა და სხვათა შორის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები ტრამპი და ჰექსეთი იყვნენ. მათი გზავნილები იყო პირდაპირი და აგრესიული. პიტ ჰექსეთმა თავდაცვის მდივანმა პირდაპირ უთხრა გენერლებს, რომ ამიერიდან მათი მიზანი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ყოველდღე ვემზადებით. ჩვენ ომისთვის უნდა მოვემზადოთ და არა თავდაცვისთვის. ჩვენ ვწვრთნით მებრძოლებს და არა დამცველებს. ჩვენ ვიბრძვით მოსაგებად და არა თავის დასაცავად. თავდაცვა მუდმივად კეთდება. თქვენი საქმე ხალხის ხოცვა და განადგურებაა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.